საფრანგეთის ავიაციამ პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ სირიაში ისლამურ სახელმწიფოზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს პოზიციები სირიის ქალაქ რაქაში დაბომბეს, რომელსაც ექსტრემისტების დედაქალაქსაც უწოდებენ. უცხოური მედიის ცნობით, საფრანგეთის მხრიდან ეს იყო ყველაზე მასშტაბური დაბომბვა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების და იორდანიის ბაზიდან დაიწყო. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტერორისტების მართვის ცენტრს, ასევე ეგრეთ წოდებული ბოევიკების, დევერ-ბოევიკების ცენტრს, იარაღის საწყობს და საწვრთნელ ბაზას მიაყენეს. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის ოპერაცია ამერიკასთან შეთანხმებით მიმდინარეობს. ქალაქი რაქა ცენტრალურ სირიაში მდებარეობს, დედაქალაქ დამასკოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 400, ხოლო თურქეთის საზღვრიდან 100 კილომეტრის მანძილზე. რაქა ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს შენაერთებმა 2013 წელს დაიკავეს. მიგრანტების რაოდენობის ზრდამ საფრანგეთის ქალაქებსა და სოფლებში შესაძლოა ტერორიზმის შიში კიდევ უფრო გაზარდოს, რადგან ტერორისტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ამ მიგრაციით და ჩვენზე თავდასხმები არა მხოლოდ პარიზში, არამედ სხვა ქალაქებშიც განახორციელონ.